თქვა იესო, ჟად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე. ანუ ის არის განსჯელი ხო ჩვენი უფალი. რათა რომელი არა ხედვიდეს, ხედვიდან და რომელი ხედვიდან დაბრმენ. აი ამ სიტყვებით ერთგვარი პარადოქსალურობა ჩანს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ხედავს, სინამდვილეში ვერ ხედავს. და ადამიანი, რომელიც თავდაბლობით ფიქრობს, რომ ვერ ხედავს, ის ხედავს. და აქ თვალის შინზე ხო არ არის საუბარი, ხვდებით, ხო? აქ არის რომ ადამიანი როგორ ხედავს, იმ დემონური დაზიანებით, რომ იცის 100%-იანი იცის სწორი რა არის და არასწორი რა არის. კეთილი რა არის, ბოროტი რა არის. ხალხო, თხილად ვიყოთ. როდესაც შენ გონია, რომ ეს არის სწორი და ეს არ არის სწორი, კითხე შენ თავს, რას ეყდნობი და რას ეფუძნები? რას ეფუძნება შენი პოზიცია? რა არის სწორი და რა არ არის სწორი? ამ კითხვას თუ არ დასვავ, შენ ქრისტიანიც არ ახარ. კაინმა რო ძმა მოკლა, რა უნდა ექნათ კაინისთვის? რა იყო სწორი? რომ იგივე გააკეთებინათ მისთვის. წაიკითხეთ ბიბლია რა წერია. ნიშანი დაასვა ღმერთმა კაინს, რომ არაბის არ გაებედა მისი მოკლა. რა არის ეს? როგორ უნდა მიხვდე რა არის სწორი? მე მაგალითად ვერ ხვდები, როგორ რა საოცრება ადამიანები, როგორ ესე იოლად, ეს არის სწორი, ეს არ არის სწორი. რა იცი? ავასაკი რომ 60-ში შეყავდა ქრისტეს. ვიღაცას რო ეთქვა, რომ ეხლა ის 60-ში უნდა შევიდეს, ეს არის სწორიო. რას ეთყოდი შენ? რა 60-ში უნდა შევიდეს? ქვეყნის ამომგდებია, მაგას 60-ში რა უნდა? რა არის სწორი და რა არ არის სწორი?